უკვე 100 დღეა ქართული ოცნების ფასების კომისია პროდუქტების ფასების გაძვირების მიზეზებს ადგენს. კობახიძის დაპირება და მუდმივი მტკიცება, რომ ქვეყანაში ცხოვრება იაფთება, როგორც ჩანს, პირიქით მუშაობს. ფაქტი ერთია, ძვირდება ყველაფერი, მოქალაქეებისთვის კი ამ პირობებში ცხოვრება სულ უფრო რთულდება. ფასები იმატებს და ეს ხელფასი არაფერი არ არის და რა თქმა უნდა დაბრკოლება არის ოჯახში რაც გჭირდება პირველადი მე არ ვამბობ კომფორტი რაც არის პირველადი რაც არის ყველაფერზე მატება არის გინდა წამალი აიღე გინდა პური აიღე გინდა ყველი აიღე ახლა 20 და 25 ლარი რო ეღირება ყველი ახლა დღევანდელ დღეს ლობიო რო ეღირება 10 ლარი ღანძილი რო 10-15 ლარი ყოველდღიურად იმატებს და იმატებს რა ვიცი რა იქნება. და ქართული ოცნება რომ ამტკიცებს ყველაფერი იაფთება ქვეყანაშია. არ ვიცი ახლა ვისის იაფთება და მე რო უყურებ რა ბაზარის მაღაზიაში ძვირია ყველაფერი. შეუძლებელია ასეთი მასში ცხოვრება, მაგრამ რა საწავიდეთ აბა. ყველა ხوارწავა საზღვარგარეთ გაიქცა. თითქოს სტაბილურობაა და კეთილდღეობა, მაგრამ სინამდვილეში გვიჭირს. კომისია, რომელიც ახლა შეიქმნა, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ შეიძლება დაარეგულიროს ამ კომისიამ ეს ფასი, ან გამოიკვლიოს რეალური მიზეზი ფასების? ნაკლებად მაქვს იმედი ამის. დღეს საქსტატის ანგარიში გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფლაციის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი. წლიური 4.3%-ით ზრდა ფიქსირდება. მაღალ ინფლაციას მაღალი ფასები იწვევს. გაზვერდა თევზეული 21.2%-ით, ხილბოსტნეული 13.4%-ით, პურ პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები 9.6%-ით. ყველაზე მძიმედ ინფლაციაზე გაძვირებული ელექტროენერგიისა და საწვავის საფასურია ისახება. ამ მაღალი ფასების უკან დგას ქართული ოცნების კორუფციული ინტერესები, ივანიშვილის კორუფციული ინტერესები, მაგალითად დენის ტარიფის ზრდა 33%-ით უკავშირდება ივანიშვილის ბიტკოინებს, მათ შორის მთავარი მონოპოლისტი ბოსტნეულის კომპანია პლანტა, რომელიც ასევე ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, ქართული ოცნების პოლიტიკა და კობახიძის მმართველობა არის სწორედ დაკავშირებული მაღალ ფასებთან გაძვირებულ ცხოვრებასთან. დღეს პარლამენტში ფასების კომისია ჩვეულ ფორმატში შეიკრიბა. პროდუქტების ფასების შემდეგ ამჯერად მედიკამენტების ღირებულება განიხილეს. კომპანიებისგან კი პასუხად ერთი მიიღეს, რომ ისინი ფასებს ვერ შეამცირებენ. მაინტერესებს თქვენ შეგიძლიათ თუ არა ფასების დაკლება და იაფად გაყიდვა მედიკამენტების უახლოეს პერიოდში. 2024 წლის აუდირებული, გამოქვეყნებული პროცენტი, რაც დარჩა PSP ფარმას არის 3.99%. აი თქვენ რო გქონდეთ კომპანია, რომელიდანაც მოიგეთ 3.99%. 10%-იანი ფასდაკლებით გაყიდით მედიკამენტებს, თუ რაც იქნება შეძლებთ? ხო და ნუ რა ვიცი, აბა ჩვენც ვერ შევძლებთ. კომისიის მიმდინარეობას დაპირისპირების გარეშეც არ ჩაუვლია. სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარეს ურჩიეს გაბედოს და კობახიძეს მოახსენოს, რომ ფასების შემცირებაზე მსჯელობა უშედეგოა. საბოლოოდ გაძვირებულ ფასებზე დაწყებული დებატები პოლიტიკურ დაპირისპირებასა და ურთიერთდადანაშაულებაში გადაიზარდა. ბატონო შოთა გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს რომ არაფერი არ გამოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მახსენდება რომელმაც ბრძანა რომ ბიზნეს უთხრა რომ დასრულდა იმით ავადსახსენებელი სააკაშვილის დრო და თუ რომელიმე მთავრობიდან მოვა და თქვენ ან მეგობრულად ან მტრულად ან რაიმე კავშირი გექნებათ და გადაყვეთთ თუ რაიმე კავშირი გექნებათ შეგიძლიათ აყვირდეთ არ მიიკაროთ და ეხა არის ის დრო ბატონი ხო არ გინდათ აყვირდეთ არავის არ მიუთითებს არ აშირებს ესაა თქვენს მაშინ რა თქმა უნდა imagination-ში რო თითქოს ვიღაცას აძალებს არაფერი ასეთი არ ხდება ჩვენ ძოლისთვის არ დაგვიჩვენ დავიბარებიათ იმისთვის რომ ერთად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ქვეყნის მოღალატე გახარიას მიხედოთ გირჩევინათ. იცით რა არის? გახარია თქვენი პრობლემა და ოცნების პრობლემა იცი რა არის? თქვენ გახარიას ვერ მოერიეთ ქალბატონო ეკა თქვენმა მთავრობამ გახარიას ვერ მოერია, იმიტომ რომ მართალ ადამიანს ვერაზროს ვერ მოერევი და იმიტომ არის ესე რომ ხართ განერვიულებული. კონსტრუქციული წინადადება და თავარი წაგებისთვის მოემზადეთ.
რა აზრი აქვს ფასების კომისიის მუშაობას მაშინ, როცა ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ფასებს არა კომპანიები და მათი მფლობელები, არამედ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. ექსპერტები სწორედ ნათია თურნავას უწყებას აკისრებენ პასუხისმგებლობას, თუმცა საინტერესოა, რატომ არავინ დაუკითხავს ამ დრომდე ამ უწყებიდან პარლამენტის საგამოძიებო კომისიას. სხვაგან ეძებს სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ფასებთან მიმართებაში ჭყალებში დამნაშავეს კომისია, მაშინ როდესაც მთავარი მიზეზი არის მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურა. სიამოვნებით ვიხილავდით იგივე ტიპის კომისიაზე ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამტარებლებს, რომლებიც ახსნიდნენ ამდენი წლის მანძილზე, თუნდაც ბევრ პერიოდში, რატომ გაიზარდა ამდენით, ესე ვთქვათ, ფულის მასა, რაც არის თავი და თავი ამ შემთხვევაში ფასების მატებისა და ფასების მატებას მხოლოდ მარკეტების დონეზე არ უნდა ვეძებოთ. კობახიძის საგამოძიებო კომისიის ერთადერთი მიღწევა კვერცხის ფასის შემცირება, რომელიც ერთი თვითაც კი ვერ შეინარჩუნეს. მისი ღირებულება ნელ-ნელა ჩვეულ მაღალ ნიშნულს უბრუნდება. საპარლამენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების საგამოძიებო კომისიები მუშაობას აპრილის ბოლოს დაასრულებენ. სწორედ მაშინ, როცა როგორც სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, ფასები ყველაზე მეტად გაიზრდება.